ამცირებს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას და ამ სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი. ამაზე უკვე დეტალურად სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, რომელსაც ვთხოვთ სტუდიაში. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი ვნახეთ, ამიტომ ჩვენ ვთქვათ ციფრებზე და სტატისტიკაზე ნაკლებად შევჩერდებით. ამჯერად მოსახლეობას მოდით კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ, მართალია მიდის უკვე დიდი ხანი ამაზე საუბარი. რას ნიშნავს ანუ ეს პერინატალური რეგიონალიზაციის პროცესი და აი ამ დონეების მინიჭება რა კრიტერიუმების და რა მონაცემების საფუძველზე ხდება? ეს არის სანიტარული ნომრები, ტექნიკური შესაძლებლობა, სამედიცინო პერსონალი თუ კიდევ სხვა ინფორმაცია საჭირო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა და საკმაოდ მძიმე კადრები იყო ნებისმიერ შემთხვევაში. თითოეული დედის გარდაცვალება, ახალშობილის გარდაცვალება, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. არა მარტო ოჯახისთვის, ეს არის ჩვენი ტრაგედია და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრები ადანაშაულებენ ექიმებს. ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა ეს ასეთი ვთქვათ გავრცელებული ტენდენცია არის, თუმცა უნდა შევხედოთ უფრო გლობალურად იმ ოჯახისთვის, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევხედოთ სისტემას, ასე ვთქვათ, როგორც ერთიანი, მთლიანობაში, იმიტომ რომ თუ ექიმს არ აქვს, ასე ვთქვათ, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სერვისები ადგილზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ, ასე ვთქვათ, მდგომარეობის მართვისთვის, რა თქმა უნდა, ექიმი ცარიერთელებით, ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ შეძლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის რეფორმა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს და პერინატალური რეგიონალიზაცია ეწოდება, მაგრამ მანამ სანამ გადავალ ამ რეფორმასთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებით უფრო დეტალურად ახსნით, რას გულისხმობს, მინდა ასე ვთქვათ, სტატისტიკასაც გამოვეხმაურო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტენდენციას შევხედოთ, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, სწორედ დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი 2016 წელს გაჟღერდა აბსოლუტურად სწორი არის, ეს არის წინასწარი მაჩვენებელი 22.9 არის ყველაზე დაბალი ჩვენს ასე ვთქვათ რეალობაში. თუმცა მაინც ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში ფიქსირდება დედათა სიკვდილობა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ მაღალი არის. პრობლემა შეიძლება ბოლომდე ვერ აღკვეთა საკმაოდ შემცირებაზე. რა თქმა უნდა, აქ არის ტენდენცია და გრაფიკზე სწორედ კარგად ჩანს, რომ ტრენდი, ასე ვთქვათ, დინამიკა დედათა სიკვდილობის არის კლების არის სახეზე. აქ ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ძალიან გამაუმჯობეს და გამაუმჯობესეთ სტატისტიკა, ანუ აღრიცხვიანობა სიკვდილობის. თუ კი თქვენ შეხედავთ გრაფიკზე, არსებობს ასევე გაეროს სააგენტოშორისო ჯგუფი დედათა სიკვდილობის, რომელიც შეფასებით მაჩვენებელს აქვეყნებს და თუ შეხედავთ გრაფიკზე 2010 წელს, როდესაც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებდა დედათა სიკვდილობის მაჩვენებელს 14-ს, გაეროს სააგენტოშორისო ჯგუფის მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის იყო 40. ანუ ეს იყო რეალურად, ასე ვთქვათ, ის დედათა სიკვდილობა, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო, მაგრამ არ ხდებოდა აღრიცხვა. თუ კი შევხედავთ, ასე ვთქვათ, 2015 წლის მაჩვენებელს ოფიციალური სტატისტიკით გვაქვს 32, ხოლო გაეროს სააგენტოშორისო ჯგუფის მაჩვენებელი არის 36. ანუ ერთმანეთს დაახლოებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სავალდებულო შეტყობინება 24 საათიან რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში დედათა სიკვდილების ახალშობილთა და რეფორმაზე რომ ვილაპარაკოთ, როგორ რას მოაგვარებს და როგორ მოაგვარებს რეფორმა პრობლემას. ამიტომ დავასრულებ ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, ანუ კლების მაჩვენებელი, ანუ არის რეალური მაჩვენებელი, რაც ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობას შეფასებით მაჩვენებელს აქვეყნებს და ანუ უნდა ვენდოთ ამ სტატისტიკას. თქვენ გაგისრეთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ამ სისტემის, ასე ვთქვათ, სისტემაში მოყვანაში ამ სფეროში. რა იქნება, ვთქვათ, ამ პროექტის მიხედვით? ეს პროექტი ჩვენ დავიწყეთ უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს საქართველოში და ეს არის ის მიმართულება, ის რეფორმა, რაც ბევრმა ქვეყანამ, ევროპის ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო და განახორციელა და რამდენიმე წელიწადში 5 წლიანი, ასე ვთქვათ, პერიოდში მიიღო კლება როგორც დედათა სიკვდილობის, ასევე ახალშობილთა სიკვდილობის. რას გულისხმობს პერინატალური რეგიონალიზაცია? ეს ასე ვთქვათ, სლოგანით რომ ვთქვათ, ეს არის სწორი პაციენტი სწორ ადგილას. ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, როდესაც საუბრობთ რისკის შესაბამის მოვას, ანუ ყველა პაციენტს აქვს გარკვეული რისკი, ხო? ანუ ასეთი პაციენტი უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, სადაც პაციენტი, რომელიც ცხოვრობს გულის რომელიღაც სოფელში. რამდენად აქვს იმის საშუალება, რომ მოხდეს სწორ ადგილას სწორ დროს? სწორედ პერინატალური რეგიონალიზაცია გულისხმობს რეგიონებში
ასევე გაძლიერება სამშობიარო სახლების. მეგონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრობლემებია რეგიონში სამეცნიერო მოსახლეობის თვალსაზრისით. არ უნდა იყოს. აი როგორ ძლიერდება ტექნიკურად აღიჭურებიან ეს რეგიონული საავადმყოფოები, მეტპერსონალის გადამზადება მოხდება. ანუ პერინატალური რეგიონიზაცია არის კომპლექსური პროცესი. პირველი ეტაპი ეს არის შეფასება ყველა სამედიცინო დაწესებულების, რომელიც ახორციელებს სამიანო ნეონატალურ და ახლა სწორედ აფასებს, ხო ძალიან საინტერესო შედეგები პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, ამ რეგიონალიზაციის პროცესის უკვე დაასრულებს. მხოლოდ ორი რეგიონი არის დარჩენილი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთის რეგიონი, სადაც დონის მინიჭების პროცესი მიმდინარეობს. ახლა დანარჩენ, ასე ვთქვათ, რეგიონებში ეს პროცესი დასრულებული არის. პირველი ეტაპი იყო შეფასება დაწესებულების და რეალურად აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებით რეგიონებში დაწესებულებებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ მხოლოდ ბაზისური სერვისები. ქონდათ უბრალოდ შესაძლებლობა, ანუ ემართა ფიზიოლოგიურად ნორმალურად, ასე ვთქვათ, მიმდინარე მშობიარობა დროული ახალშობილისთვის გაეწიათ სამედიცინო დახმარება, მაგრამ ის ინფრასტრუქტურა, ის სერვისები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გართულების წარმოქმნის შემთხვევაში, აი ესენი უკვე სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი. სწორედ ამას ისახავდა მიზნად შეფასება, რომ ეს ხარვეზები აღმოგვეწია. ასეთი კლინიკა. პირველ ეტაპზე იყო თითქმის რეგიონებში თითქმის ვერც ერთი კლინიკა ვერ აკმაყოფილებდა. თბილისშიც იყო რა თქმა უნდა კლინიკები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნილ დონეს. ამინდა აღნიშნა, რომ დონეები დაიყო, ასე ვთქვათ, პირველი, მეორე, მესამე დონე. პირველი არის საბაზისო, ასე ვთქვათ, ნორმალური ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა. მეორე დონე არის როგორც ფიზიოლოგიური, ასევე გარკვეული ტიპის გართულებების მართვა და მესამე დონე ეს არის ყველაზე მაღალი რისკის. და ის რა მაინტერესებს, ანუ ამ შემთხვევაში ხდება უბრალოდ დონეების მინიჭება შემდეგ, რომ ვთქვათ, იმ კლინიკამ იმაზე მეტი არ აიღოს თავის თავზე, ვიდრე შეუძლია ვთქვათ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ გამოიყოფა რაღაც თანხები, რომ აღიჭურვოს და დაიხვეწოს, ვთქვათ, გამდიდრდეს ეს ტექნიკური ბაზა. ანუ რამდენად მზად არის ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტის განსახორციელებლად? ამ მოგიხსენებათ, რომ ძირითადად საქართველოში კლინიკები წარმოდგენილი არის, ვთქვათ, კერძო სექტორი არის მფლობელი, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს მარეგულირებლის, ასე ვთქვათ, ფუნქცია და სწორედ მარეგულირებლის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. აი ამას აკეთებს ჯანდაცვის ვალდებულება იქნება გარკვეულწილად. სწორედ ეს არის ვალდებულება, რომ სანებართო 2018 წლის 1 იანვრიდან დონის შესაბამისობის სერტიფიკატი არის აუცილებელი მანდატორული, მაგრამ დღეს უკვე დონის მინიჭების პროცესი თითქმის დასრულებულია, როგორც აღნიშნე, ორი რეგიონის გარდა. პირველი შეფასების შემდეგ, ანუ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, ეს იყო ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, პარამეტრების სტანდარტები, შესაბამისი აღჭურვილობა თუ ქონდა დაწესებულებას, დონის შესაბამისი, ასე ვთქვათ, სერვისები, ეს იქნება ლაბორატორიული სერვისები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, გამოსახვითი დიაგნოსტიკური საშუალებები და ასე შემდეგ. ასევე სპეციალისტები და აქ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რა ტიპის სპეციალისტები, იმიტომ რომ გართულების შემთხვევაში აუცილებელია რომ ფართო როგორ ხდება ეს სპეციალისტების შეფასება, ასე რომ ვთქვათ, გასაგებია ტექნიკურად პროიოლი აღჭურვა შეაფასო რა ესათვის აპარატი არსებობს თუ არა დაწესება, მაგრამ მეტპერსონალის შეფასებას როგორ აქვს? თვითონ პროცესი არ მოიცავს მეტპერსონალის ასე ვთქვათ კვალიფიკაციის შეფასებას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში ახორციელებს პრაქტიკას, ის არის სერტიფიცირებული სახელმწიფოს მიერ. რეგიონალიზაციის პროცესი ამოწმებდა რაოდენობას კადრის და ასევე ტიპი კადრის, ანუ რა, ასე ვთქვათ, ტიპის პერსონალი უნდა ქონდეს. მაგალითად ერთ-ერთი სტანდარტი, რომელიც ამ პროცესში დაინერგა, ეს არის ექთნის და პაციენტის, ასე ვთქვათ, თანაფარდობა. მოგეხსენებათ, ექთანი არის ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტის მოვლასთან მიმართებაში და შესაბამისად ეს თანაფარდობა საკმარისი. მაგალითად ეს ამ თანაფარდობის სტანდარტი არ არსებობდა. ეს სტანდარტი დავაწესდა და შესაბამისად ამ სტანდარტის მიხედვით ხდებოდა შემოწმება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სერვისების, ასე ვთქვათ, მოცულობას ამოწმებდა, ასევე ჩვენ შევთავაზეთ ყველა კლინიკას გადამზადების კურსები, სასწავლო კურსები, იმ ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულებების მიხედვით, მაგალითად როგორიც არის სამიანო სისხლდენის დიაგნოსტიკა, ადრეული და მართვა, პრეეკლამსია, რომელიც არის ძალიან ვერაგი გართულება ორსულობის, მდგომარეობის მართვა და ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკა და ახალშობილთან მიმართებაში ძირითადი მდგომარეობების მართვა. აი ეს კურსები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ჩატარდა. მოკლედ ამ რეფორმის შემდეგ, მშობიარე
რომელიც ცხოვრობს სოფელში, დაბაში, სადაც დაუშვათ არ არსებობს კლინიკა. ექნება იმის საშუალება, რომ მიიღოს შესაბამისი დახმარება საჭიროების შემთხვევაში. ყველა რეგიონში მოხდა სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერება, დონის ასე ვთქვათ. არის ისეთი შემთხვევები, რომ დაიხურება, მაგალითად, რამდენიმე კლინიკა შეგვიძლია შედეგად, ან თუნდაც მედპერსონალის შემცირება მოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას ასევე აუხსნათ, რომ უსაფრთხოება არის პირველ რიგში, ხო? ანუ შეუძლებელია, რომ ყველა ასე ვთქვათ რაიონში იყოს სამშობიარო სახლი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერცერთი სახელმწიფო ყველა რაიონში ასე ვთქვათ და ყველა სოფელში სამშობიარო სახლი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაფარვის არეალი. თუ ვთქვათ 40 წუთიან 1 საათიან არეალში დაფარვის არეალში არის სამშობიარო სახლის სერვისი ხელმისაწვდომი, ეს ნიშნავს, რომ იქ არის სრული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის დაწესებულება, სადაც მივა პაციენტი, იქ დახვდეს კვალიფიციური პერსონალი, დახვდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისები უსაფრთხო დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული პასუხობდა იმედის დილის შეკითხვებს წარმატებებს.